გინდა დაიჭერეთ, გინდა რა, მე ისევ ოთახის სანახავად მივდივარ და სავარაუდოდ 10 დღეში ისევ მომიწევს ჩავაბარგო ჩემი ნივთები და გადავიდე სხვაგან. აღონდ იმედი მაქვს, რომ იქ სადაც გადავალ, გრძელვადიანი პერსპექტივით დავრჩები. სანამ ამ სახლში გადმოვიდოდი, კიდე ერთი ოთახი ვნახე, რომელიც ძალიან არ მომეწონა. არც ოთახი, არც სახლი, უბრალოდ არის ცენტრში, ძალიან მარტივი მივიდე სადგურამდე, წავიდე სადაც გამეხარდება და შეზღუდული არ ვიყო ტრანსპორტში და გადაადგილებაში. ახლა სადაც ვცხოვრობ არის რაღაც უპატარავესი სოფელი და ხალხო შაბათ-კვირას არ დადის ავტობუსი. უბრალოდ შაბათს დადის საათში ერთხელ, კვირას 2 საათში ერთხელ და ისიც 6 საათამდე საღამოს, ანუ მოკლედ ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი რამ, უბრალოდ მართლა ვერ დავრჩები აქ. ხვალ მივდივარ ამ ოთახის სანახავად, უბრალოდ უკვე ვიყავი მე ადრე ნახე და უბრალოდ თანხმობა მივიდა და კიდევ ერთხელ მოვადგო, რომ კიდევ ერთხელ შევავლო თვალი თქო რა და აი 90%-ით უკვე გადაწყვეტილი ამბავია და 10 დღეში ისევ მიხილავთ ჩემოდნებით. ვაიმე. როდის უნდა დავფუძნდე? ყიდვითაც ვეღარაფერს ვეღარ ყიდულობ ხალხო, აი რავი, 1 წელი მგონი არაფერი აღარ მიყიდია. რაც მქონდა ყველაფერი საქართველოში გამოვაგზავნე, აი აქ მართლა ძალიან ცოტა ტანსვენი მაქვს დატოვებული და თან ესე არაფერსაც აღარ ვამატებ, იმიტომ რომ აი ესე სტაბილურად რო აღარა ვარ და სულ ხან იქ მიწევს გადასვლა, ხან აქ მიწევს გადასვლა, არ მინდა რომ დამატებით რაიმე ნივთები შევმატო ჩემს ნივთების კოლექციას, რაც აქ მაქვს და ამიტომ აი ესე ხელმომჭირნე ცხოვრებას მივყავი ხელი. მაგრამ ზოგადად ბედნიერ წუთებით ყველაფერი დროებითია ამ ცხოვრებაში და ასეთი პერიოდებიც ღმერთს მადლობა რომ არის დროებითი. დაბრუნდება ის ძველი მეგანი. Love you.